მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე თამთადოლიძე ვარ და დღეს ვსაუბრობთ ბატონ ვატო სურგულაძესთან ერთად ლელოს პოლიცსაბჭოს წევრთან ერთად მოგესალმებით ბატონ ვატო მადლობა რომ დღეს გამონახეთ დრო და ჩვენთან ერთად ხართ და გვაქვს რამდენიმე კითხვა თქვენთან მოგესალმებით გამარჯობა ბატონ ვატო მოდი დავიწყებ ანაკლიის სპორტის საკითხით რომელიც აქტუალური თემაა ბოლო დღეების და ვიხილეთ კიდევ ერთხელ შეცვლილი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან და მოვისმინეთ განცხადება რომლის მიხედვითაც სპორტს აღარ ააშენებს ჩინური კომპანია და ის იქნება სრულად სახელმწიფოს მიერ აშენებული ნუ დათქმა წინასწარ ასეთი არის რა სიტყოდით აი ამ შეცვლილ გადაწყვეტილებაზე რამ გამოიწვიან როგორ აფასებთ საერთოდ აი ამ მიდგომას ანაკლიას რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეიძლება გადამწყვეტის მნიშვნელობაც კი აქვს საქართველოს განვითარებაში და ეკონომიურ რეალურ ზრდაში და არა იმაზე რასაც ეგრეთ წოდებული მთავრობა გვეუბნება რომ ორნიშნავს და არავითარი ზრდა არ არის ეკონომიკაში ეს რიცხვების მანიპულაცია და ანაკლიის სპორტმა შეიძლება ეს პრობლემა გადაჭრას არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო იქნება მფლობელი კერძო კომპანიები ან ერთად უნდა იყოს მიგვაჩნია რომ ერთად უნდა იყოს სახელმწიფოც და კერძო კომპანიები ჩართული მაგრამ რამდენად ეს გაკეთდება 2020-ში სპორტს უკვე უნდა დაეწყო მუშაობა მაშინ სახელმწიფოს 50 მილიონიანი გარანტია რომ მიეცა არ ითხოვდა ინვესტორი არაფერს გარდა სახელმწიფოს მხრიდან გარანტიის იმიტომ რომ სახელმწიფოს თავის ინტერესი დაეფიქსირებინა ეს უნდა სპორტი უნდა მუშაობდეს და უკვე ძალიან დიდი შედეგი ექნებოდა და მართლა რეალური ეკონომიური ზრდას მოხმარდებოდა ეს ყველაფერი. დასაქმებას, განვითარებას, მაგრამ ნახეთ, რამდენჯერ დაიწყეს. ღარიბაშვილმა დაიწყო, ახლა კობახიძემ დაიწყო, იქამდე კიდევ სხვათა შორის რაღაცა რეალური მომენტები, როდესაც რეალურად მუშაობდნენ ქართული ოცნებაც, მაგრამ არაფერი არ ხდება. ასოთ ჩინელები და რამისა მოვაწერეთ და გავფრინდა ეკონომიკის მინისტრი ახლა ჩამოიტანს ხელმოწერილს. აქაც არაფერი არ გამოუვიდა. ჩემი აზრით, კარგი იდეა იყოს სახელმწიფო ჩართული, რა თქმა უნდა, ოღონდ უნდა რაღაცა გაკეთდეს. გზა მიიყვანონ, რკინიგზა მიიყვანონ და რა გზის მიყანაზეა საუბარი, თქვენ კარგად ხედავთ. დაფნარიდან გრიგოლეთამდე 12 წელიწადია გზას აკეთებენ 52 კილომეტრი. სადაც არც ერთი გვირაბი არ არის გასაყვანი. არც ერთი. ესტაკადები ვერ დაალაგეს და ეხლაც ალბათ მithumetes დასავლეთში ცხოვრები ხალხი გორულებმა, იმერლებმა, მეგრელები კარგად ხედავთ, რომ ეს გზა კიდევ როდის აკეთებმა არავინ არ იცის. ანუ იმის იმედი რომ ესენი რამეს გააკეთებენ მე ნამდვილად არ მაქვს. თუმცა ძალიან გამიხარდება და ყველას გაგვიხარდება. საქართველოს ყველას უნდა გაუხარდეს თუ ეს პროექტი დაიძრება და რეალურად შესრულება დაიწყება ამ პროექტს. კი ბატონო, გასაგებია და ასევე აქვე მინდა გკითხოთ საბოტაჟის საქმეზე, ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზე, რომელში ბრალდებულებიც არიან, რა ვიცი, ოპოზიციის ბევრი ლიდერი და როგორც აღმოჩნდა, პროცესი საკმაოდ დაჩქარდა. რატომ დაჩქარდა, როგორ ფიქრობთ და რამდენად არის საშიშროება, რომ რაღაცნაირად თუნდაც ამ საბოტაჟის საქმის მეშვეობით მოწმენდა მოხდეს რაღაცნაირად ოპოზიციური ველის. მე არაფერს არ გამოვიწყო. მე საერთოდ მიკვირს რომ მიკვირს იმით რომ რაღაცა გამიკვირდა. ყველაფერი მოსალოდნელია დაწყებული ის მაქსიმალურ იმას გამოუტანენ გასაჯელს შეიძლება გადააკვალიფიცირონ კიდევაც, მაგრამ დასჯა რო იქნება, ჯარიმა იქნება, გაზბილი ან ეს იქნება, ვთქვათ, შინაპატიმრობა, ჩვენ ამას ყველაფერს ველოდებით. თუმცა კიდევ ამ თავრობისგან, ეგრეთ წოდებული თავრობისგან ყველაფერი არის მოსალოდნელი. ყველაფერია მოსალოდნელი და უნდა რომ გაწმინდონ, იმიტომ თვითონაც გზნობენ, რომ ახალი არჩევნები აქვს ჩასატარებელი, ვინაიდან პრაქტიკულად არაფერი არ მუშაობს და ყველა მათი ვითომ პროექტი ჩაშლილია. თვითონაც გზნობენ რომ არჩევნებია ჩასატარებელი, რეალურად ვერ მოიგებენ ამ არჩევნებს, ძალიან ძლიერად წააგებენ თუ სამართლიან ჩაატარებენ, ამიტომ მიაჩნიათ რომ ველი უნდა გაიწმინდონ, რომ იქნება რაღაცა შანსი მიეცეთ, რომ შემდეგ არჩევნებში გაიმარჯვონ. არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა კიდევ თუ ვინმე იძახეს, რომ აი დარწმუნებული ვარ, რომ ესე იქნება ამ პროცესზე. მერტმენად რომ იმან ნამდვილად არაფერი არის. გარავინ არაფერში არ აღარ. რახან არჩევნები ახსენეთ და არჩევნები ახსენა ასევე ეუთოს რეზოლუციამაც ამაზე მე გკითხავთ
არჩევნებთან მიმართებაში როგორი მოლოდინები გაქვთ? გასაგებია, რომ გაიმარჯვებს ოპოზიცია დიდი პროცენტით, თუ კი სამართლიანად ჩატარდება თქვენ ამბობთ, მაგრამ რა პროგნოზს აკეთებთ? ან რა გეგმა გაქვთ? თუ ამ მოცემულობით გაგრძელდა ყველაფერი, პოლიტიკურ მოცემულობას გულისხმობ, რას მივიღებთ აი არჩევნების თვეს, არჩევნების დღეს, ან თქვენგან მესმის რომ ჯერ ადრეა ლაპარაკი, მაგრამ რა ტიპის გადაწყვეტილებებს ან პოზიციას უნდა ველოდოთ? მე ვფიქრობ, რომ ადრე არ არის საუბარი, თუ ხარ პოლიტიკური პარტია, შენ პრაქტიკულად ყოველდღიურად უნდა არჩევნებისთვის ემზადებოდ. და როდის დანიშნავენ, ეს იქნება 26 წელს, მე მაინც რაღაცა იმედი, მაგრამ 26 წელს შეიძლება ჩატარდეს დიახაც შემოდგომაზე, თუ 28 წელს. ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი ლიდერები დაპატიმრებული იქნებიან თუ არ იქნებიან და ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამას ჩვენ 2024-ში მოვიგეთ არჩევნები. მოვიგეთ დიახაც და ამას ვერ გადაგვარწმუნებს, რომ არ მოგვიგია. ჩვენ მოვიგეთ. ერთობლივად რა თქმა უნდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიგეთ, მაგრამ რაც მოხდა, მე გურიაში ვიყავი ალბათ გახსოვთ და უბრალოდ 14%-ის ნაცვლად 8% დამიწერეს და საშინელება ხდებოდა, საშინელი გაყალბები. 2025-ზე ადგილობრივ აღარ ვიტყვი. სრული კატასტროფა იყო. უმტკიცებდნენ ალბათ ბიზნესს, რომ მაგრები ვართ და 60%-ზე მეტი აღება შეგვიძლია. და ამ კატასტროფულ ვითარებაში თქვენი თქმით აპირებთ მაინც რომ შეხვიდეთ, თუ კი დაუშვათ არ შეიცვალა რაღაცა რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეხლა ცოტა ზოგჯერ მიმაჩნია, რომ უნგრეთის მაგალითი ცოტა რთულია ჩვენზე გადმოწყვეტ, მაგრამ რატომ არ გადმოვიტანთ? იცით უნგრეთში როგორი წესი იყო? მმართველმა პარტიამ 45% რომ მიეღო, მმართველი პარტია ითვლებოდა გამარჯვებულად. წარმოიდგინეთ, როგორი საკანონმდებლო წესები იყო უნგრეთში. ეხლა რა თქმა უნდა, ახალი პრემიერი და ახალი მთავრობა ცვლის ამ ყველაფერს, მაგრამ 45%-იც კი იგებდნენ. მაგრამ ხალხი გამოვიდა არჩევნებს. და ვერ გააყალბეს. იმხელა გაყალბება ვერ გააკეთეს, რომ მოგება დაეფიქსირებინა. დააკვირდით 45%-ზე იგებდა ეგრე ძალიან დაბალი ციფრია. ხო წარმოგიდგენიათ და წარმოიდგინეთ, რომ ეს ამ 45-საც ვერ მიაღწია, თუმცა გაყალბება იქაც ეცადნენ, მაგრამ გამოვიდა არჩევნებზე ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების. ჩვენთანაც 24 წელს რომ გამოსულიყო უფრო მეტი ადამიანები, ამდენს ვერ გააყალბებდნენ და უკვე ამაზე ჩვენ არ ვისაუბრებდით და იქნებოდა კოალიციური მთავრობა. ან ოპოზიციას მეტი რომ ემუშავაო, ამბობენ ასევე განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები. რა თქმა უნდა, ესაც პრობლემა იყო, რატომღაც ზედმეტად ალბათ თავდაჯერებულები ვიყავით რომ მოვიგებდით, მაგრამ არ შეხვიდე არჩევნებში. გამოაცხადა ბოიკოტი, რაც ახლა მოხდა. აი მე ვწმინდეთ რომ 25 წელს რომ გამოსულიყო თბილისში მაინც არ ყოფილიყო ბოიკოტი, დღეს კახიკალაძე აღარ იქნებოდა თბილისის მერი და თბილისის მერიას თუ მართავ, ჩვენ პრაქტიკულად მართავ რესპუბლიკას. გასაგებია და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ ბატონო ვატო, ეუთოს რეზოლუცია ვიხილეთ და საქართველოს ნაწილი შევიდა ჰააგის დეკლარაციაშიც მათ შორის და შეფასებულია მოგეხსენებათ 2024-25 წლის არჩევნები და ის ვითარება, რაც დღეს საქართველოში გვაქვს. და როგორც გავიგეთ, საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა. რამდენად რეალურად აისახა რეალობა აი ამ რეზოლუციაში და საერთოდაც ასეთი ტიპის რეზოლუციები 1, 2, 3 და სხვადასხვა მხარის მიერ მომზადებული საბოლოოდ იძლევა თუ არა რაიმე შედეგს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს რომ გითხრათ კიდევ ერთხელ ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა. აუცილებლად. დიახაც ზუსტად ესეთი ეწოლა. შეიძლება კი ევროპა ცოტა ბიუროკრატიულია, ცოტა ნელა, ევროკავშირი და ევროსაბჭოს წევრები ცოტა ნელა ჩვენ უფრო სწრაფად გვინდა, მაგრამ ესეთი რეზოლუციები, ესეთი დიახაც ზეწოლა ჩვენ ქვეყანაზე რომ სამართლიანი არჩევნები და რაც შეიძლება სწრაფად. ამიტომ გითხარით რომ მე მაქვს იმედი რომ 2026 წელს შემოდგომაზე აქ არა, იმიტომ რომ ვადამდელ არჩევნებს არა აქვს რაღაცა რეგლამენტი, რომ გინდა თუ არა ოქტომბერში ჩატარდეს, როგორც აქვს თქვა, ვიცით კონსტიტუციაშია გაწერილი, როდის უნდა ჩატარდეს, თქვა 2028 წელს საპარლამენტო არჩევნები, ან 2029 წელს ადგილობრივი არჩევნები. აქ ესეთი დათქმები არ არის, ამიტომაც კიდევ გავიმეორებ, რომ აი ზუსტად ამ რეზოლუციების, ზუსტად დამოკიდებულებით, ზუსტად დასანქცირებითაც მე იმედი მაქვს რომ მივახცევთ ხალხის პროტესტი, რომელიც გრძელდება, რამდენიც უნდა გადათხაროს, ახლა კალაძე ვაპირებს რომ რუსთაველის პროსპექტის როცა ჯერჯერობით არაფერი არ ჭერს რუსთაველის პროსპექტს რომ ამ წელს არ გაკეთდეს, ან იმ წელს არ გაკეთდეს,
უნდა გადათხაროს და ალბათ თვითონ ხელი შეუშალოს, მაგრამ თბილისში გრძელდება საპროტესტო აქციები, მეც მონაწილეობ ამ აქციებში და ესეთი ერთობლივი მუშაობა, როგორც ჩვენი მეგობრების, ევროპაში და შეერთებულ შტატებში, ჩემი აზრით მივახცევთ, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ჩანიშნული და უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს. ახლა ხშირად დავდივარ გურიაში, ამის წინათ ვიყავი, ახლაც მივდივარ და ხალხს ვესაუბრები, ხან მანქანაში როცა მივდივარ, მივიყვან ჩავიშო. არავის არ მოწონეს, არავის არ მოსწონს ესენი და ზუსტად პრობლემა იმაშია, რომ არ გამოდის ხალხი არჩევნებზე. მეგობრებო, გამოხვალთ არჩევნებზე, მერწმუნდეთ, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვატო. ტრადიციულად და მაყურებელს ვეთყვი, რომ ჩვენ საუბრობდით ბატონო ვატო სურგულაძესთან ერთად, ლელოს საქართველოს პოლიცსაბჭოს წევრთან და ასევე თბილისის საკრებულოს დეპუტატთან. მე მომავალ ხუთშაბათამდე და ხუთშაბათს დაგიბრუნდებით, კარგად გრძარდებოდეთ.